გამარჯობა, მე ვარ ეკა ხოფერია და აი დადგა ახალი შეხვედრების დრო და ადგილი. ჩვენ ვართ კასტორენ პოლუქსში, თბილისის ერთ-ერთ ძალიან ლამაზ და თანამედროვე სასტუმროში. ინტერვიუს ჩავწერთ რესტორანში 23 და ვიდრე წარვადგენთ ჩვენ არაჩვეულებრივ და განსაკუთრებულ სტუმარს, რა თქმა უნდა, მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი გადაცემა შეხვედრები ეკა ხოფერიასთან ერთად. მინდა მოგწეროთ თქვენი კითხვები, თქვენი მოსაზრებები, ყველაფერს ვკითხულობ და ასე ვსწავლობ ერთმანეთს მე და YouTube. ბატონი გურამიც მოვიდა. უკვე ვწერდი წარდგენას ბატონო გურამ, თქვენს შესახებ მოვბრძანდით და თქვენ თავად უნდა მოისმინოთ როგორ წარგადგენთ. ესე იგი, ეს გახლავთ ბატონი გურამ ქარაზანაშვილი და მე ასე უნდა მეთქვა, რომ რობოტული ქირურგიის თაობაზე თუ გსმენიათ და თუ იცნობთ ამ ადამიანს, ეს გახლავთ გურამ ქარაზანაშვილი, რობოტული ქირურგიის დამფუძნებელი და სულის ჩამდგმელი საქართველოსა და ამიერკავკასიაში. ეგრეა? მე მგონი ესეა. ნამდვილად ასეა. აი ამ ადამიანთან ჩავწერთ ინტერვიუს სულ რამდენიმე წამში. ეხლა რა აღმოვაჩინე მე რამდენი წლის ჟურნალისტიკაში დამყოფმა ადამიანს. რობოტი იმეორებს შენი ხელის მოძრაობას. აი მე როგორც ვამოძრავებ ხელს და მუშაობ ღია ქირურგიის შემთხვევაში და იმას იმეორებს რობოტი რა. შიგნით არის რობოტის თვალი და რობოტის ხელი. მე გარეთ ვარ. უკეთესი ხილვადობა. გაცილებით. ეს ოპერაცია რობოტული ქირურგიის საშუალებით მაგალითად თბილისში მყოფმა ქირურგმა გააკეთოს ზუგდიდში მყოფი პაციენტისთვის. თქვენ შეგიძლიათ აწარმოოთ 1000-ობით კილომეტრის დაშორებით ოპერაცია. სამწუხაროდ არ მხდება ამდენი კამპანია მამაკაცებში პროსტატის სკრინინგის მოწოდებასთან მიმართებაში. კანის კიბოს შემდგომ ყველაზე ხშირი არის პროსტატის კიბო. იკურნება, როცა გამოავლენ დროულად. შრომის მოყვარეობა? აი პასუხისმგებლობა. დასვენება? ჩემი დასვენება ეგაა. მეგობრებო, ჩვენ ვიწყებთ ჩვენ შეხვედრებს და მადლობა კასტორენ პოლუქს და რესტორანს 23-ს, ჩემს მეგობრებს გიორგის, ქეთის იმისთვის რომ მასპინძლობენ აქ და მყავს განსაკუთრებული სტუმარი გურამ ქარაზანაშვილი. ბატონო გურამ. კიდევ ერთხელ უნდა წარგადგინოთ და ჩამოვთვლი რეგალიებს, რამე არ შემეშალოს. კი ბატონო. ესე იგი, როგორც თქვით, რობოტული ქირურგიის დამფუძნებელი საქართველოსა და ამიერკავკასიაში, მსოფლიო ონკოლოგიური უროლოგიის ფედერაციის გამგეობის წევრი, საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და მსოფლიოში აღიარებული უროლოგი. ონკოუროლოგი და რობოტული ქირურგი. კი ბატონო. სწორია ყველა. აბსოლუტურად. ბატონო გურამ, თქვენს და მეც 90-იანელების თაობა ვართ, შვილები ვართ და მოვდივართ იქიდან. და ბევრ რამეს სწორედ 90-იანებში ჩაეყარა საფუძველი, აი იმ ბნელ 90-იანელებში. აი 90-იანელების დრო გურამ ქარაზანაშვილი, სტუდენტი და რობოტული ქირურგია და აი ეს მთელი რეგალიები. როგორი იყო გზა? მოდით აი მაყურებელთან გაგვატარეთ კიდევ ერთხელ მთავარი აქცენტებით. კი ბატონო. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ რა თქმა უნდა ეს უამრავი წინააღმდეგობები მთელი ამ ახალი საქართველოს განვითარების პერიოდში, თუმცა იმის წინ ცოტათი გავასწარი ერთი პლუსი მქონდა, რომ ცოტათი აი ამ 90-იანების ნგრევას ცოტათი დავასწარი, იმიტომ რომ თვითონ განათლების მიღება იდეაში მაინც მოვასწარი ისეთ უფრო სისტემატიზებულ პერიოდში რა. რა პერიოდი მოდი ეს არის ხო, ну აი მოდის ესე იგი ფაქტიურად მაშინ როდესაც ეს ჯერ კიდევ მე კომაროვი დავამთავრე. იმ დროს როცა კომაროვი იყო. დღესაც ძალიან კარგი სკოლაა, როგორც მე ვიცი. კი ბატონო. ჩვენ დროსაც იყო ძალიან მოწესრიგებული იმ კუთხით, რომ ურთულესი სწავლა იყო იდეაში და ძალიან შრომას იქ შევეჩვიე და თავის თავზე მუშაობას.
მე უკვე დანარჩენი ძალიან ადვილი იყო შემდგომში. მე ეს უნივერსიტეტი სამედიცინო აი ზუსტად 90-იანების წინ 87-ში დავამთავრე მე და ეს სტუდენტობის პერიოდიც ესეთი განვლე ძალიან კარგად იმ კუთხით, რომ იქაც მოწესრიგებული იყო ჯერის პერიოდი, რომ მინდა ვთქვა, რომ იქაც სახელობითი სტიპენდია მქონდა, სადაც ნიშნავს იმას, რომ იდეაში სულ ყველა საგანი უმაღლესი შეფასებით მქონდა დახურული და გარდა ამისა იმას ნიშნავს ეს, რომ იქ სამეცნიერო მუშაობაც იყო დაწყებული უკვე, რომ დავამთავრე ინსტიტუტი, 7 პუბლიკაცია მქონდა უკვე სამეცნიერო. აი სანამ ეს არეულობა დაიწყებოდა, მოგეხსენებათ ეს მაინც საბჭოთა დრო არის. და იმ საბჭოთა დროს ახლა ყველაზე მაღალი წერტილი ეს იყო მოსკოვი იყო. ეს არ იყო ნიუ-იორკი, წარმოუდგენელი იყო. ანუ იდეაში მოსკოვში ცოტა სხვა სიტუაცია იყო მედიცინაში იმ კუთხით, რომ ყველა მსოფლიო ტექნოლოგიები რაც იყო, ჰქონდათ კონცენტრირებული მოსკოვში, ეს ხელმისაწვდომი იყო. არ იყო ხელმისაწვდომი საქართველოში, სხვა ასე ვთქვათ, რესპუბლიკებში, მაგრამ იქ იყო ხელმისაწვდომი. ასე რომ იქ ძალიან კარგ კლინიკაში მომიწია მუშაობა, ძალიან დიდ კლინიკაში, 2000 საწოლიანში, უდიდესი გამოცდილება იყო მარტო უროლოგიური დეპარტამენტი, სადაც მე უროლოგი გავხდი, ასე უროლოგი გავხდი იქ მოსკოვში. და საკანდიდატო დისერტაციაც დავიცავი იქ მოსკოვში. და ასე ვთქვათ, ფაქტიურად 5 წელი გამომივიდა იქ სწავლა, ძალიან პატარა ვიყავი, რომ ჩავედი, ახლა 23 წლის ვიყავი და 27 წლის ასაკში უკვე უროლოგიც ვიყავი და კანდიდატიც ვიყავი. და ახლა იქ არსებობს ესეთი ესე რომ დავრჩე მოსკოვში, ასე ვთქვათ, მუდმივად, იმიტომ რომ შემოთავაზება ბატონო. გაუცნაურია როგორ არის. ერთ-ერთი მიზეზი ჩემი მშობლები იყო, რომლებმაც ძალიან დიდი თხოვნა, დაჟინებული თხოვნით მე იდეაში არ მინდოდა წამოსვლა, მაგრამ ანგარიში გაუწია და ჩამოვედი. და ეს ჩამოვედი და არის ზუსტად 91 წლის ოქტომბერი. რაღაცა ერთ თვეში იწყება აქ სამოქალაქო უკვე დაპირისპირება. ძალიან რთული იყო ადგილის შოვნა, მოკლედ უროლოგის რა. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ითვლებოდა, რომ ახლა უმაღლესი მოსკოვიდან ჩამოვიდა. ხო, კანდიდატი და შემდგომ. და იქ ჩემი ყოფილი მასწავლებელი, უროლოგიას მასწავლებელი სორთმან ჯაფარიძე იყო მაშინ რესპუბლიკურ საავადმყოფოში იყო უროლოგიის კათედრა სამედიცინო უნივერსიტეტის და იქ კათედრის გამგე იყო სორთმანი და ეს სორთმანმა აბსოლუტურად ესე ვთქვათ თავის სტუდენტობიდან გამომდინარე ახსოვდა როგორ სწავლობდი და რაღაცა და აი ესე უბრალოდ იქ მიმიღეს და დავიწყე რესპუბლიკური საავადმყოფო ითვლებოდა მაშინ საქართველოში ესე ვთქვათ წამყვან დონედ. ნუ მე ახლა დაიწყო ეს ომი მოირვა ყველაფერი, რესპუბლიკის საავადმყოფო ფაქტიურად იქცა ჰოსპიტალად. აი მოდით გავიხსენოთ ეს პერიოდი ბატონო გულამ, ხო? ეს იყო, როდესაც ქუჩაში კლავდნენ ერთმანეთს. და საშინელი პერიოდი. სხვა დაჯგუფებები, რამდენი ახალგაზრდა მართლა დაიღუპა მაშინ და აი ეს მე მახსოვს 2 ადგილი, აი სულ მესმოდა 2 ადგილი, სადაც აი მიყავდათ სულ აი ეს ბიჭები და ასე შემდეგ. ის ხო მე-9 საავადმყოფო, ეს ხო რესპუბლიკური. სავარაუდოდ რესპუბლიკურში უფრო მეტად, ხო? რესპუბლიკურში ჩამოყავდათ მთელი საქართველოდან კიდევ აფხაზეთიდან და ძალიან რთული ესე იგი ჩვენ რესპუბლიკური გადააკეთეს ჰოსპიტალად და სამხედრო ასე დაჭრილებს უროლოგიასაც ვაკეთებდით, რა თქმა უნდა, მაგრამ ვებსახურებოდით აი სამხედრო დაჭრილებს, ვინც ჩამოყავდათ ძალიან რთული ჭრილობებით. მე არ დამავიწყდება რამოდენიმე ურთულესი დაზიანება აფხაზეთიდან ძალიან კარგი ბიჭები იყვნენ, სხვათა შორის აი ნამდვილი სოხუმელები. ეს აი სოხუმის დაცემის პერიოდში ისეთი დაზიანებებით, რომელიც დაუშვათ კომბინირებული იქ იყო მენჯის ღრუში, მაგალითად შარდის ბუშტი, ნაწლავი, ძვლები და ყველაფერი აზელილი, ასე ვთქვათ,
აპატია და ჭრილობიდან გადავალი და შარდი რო გამოდის სახსრის არიდან. აი ეგეთი საშინელი ჭრილობები მოყავდათ და ნუ იქ ვიყავით სხვათა შორის ერთ-ერთი ახალგაზრდა უროლოგი, რომელიც ახლა ბერია ათონზე. მე და ის ვიყავით ძალიან მართლა? კი. რა თქმა უნდა, დენია მე უკვე შეწყდა იმ პერიოდში აღარ არის შუქი, სამსახურში დავდივართ ფეხით, მათ შორის სიმცივეში, ფინანსურად იდეაში მე პირად არ ვიყავი დალხინებული. აი რამდენი იყო ხელფასი მაშინ 90-იან წლებში? ფაქტიურად არაფერი არ იყო. ფაქტიურად რაღაც აღარ მახსოვს, ლარები იყო, რაღაც ფუჩე, ლარი კი არა ეს, კუპონები იყო, აი ვერ გეტყვით რამდენი მილიონი, შეიძლება მილიონი, რაღაც არაფერი არ იყო რა, ეს კუპონი იყო 0 ფაქტიურად. მედიცინა სულად მორღვეული იყო იმ კუთხით, რომ ასე იგი წამალი მოქონდა პაციენტს, იმიტომ რომ საავადმყოფოს არ ქონდა. დენი ხანდახან საოპერაციოში იტიშებოდა. ასევე იყო გარკვეული ეს ნარკოტიკებთან დაკავშირებული თავდასხმები განყოფილებებზე, ნარკოტიკების ასე ვთქვათ, ნუ საშინელი პირობები იყო, რა გითხრათ, ესეთი. სულ მიყვარს აი როგორ ცხოვრობთ, როგორ მუშაობთ? ახლა მე კიდე მე ცხოვრობდი ამ ყველაფერში, მაგრამ აი თქვენ ვინც მართლა ლამის წინა ხაზზე იყავით ამ ყველაფერს, ხო თქვენ პროფესიიდან აი რაღაცად როგორ ცხოვრობდით აი მოცემულობებში? დენი არ არის, წამალი არ არის, ფული არ არის, არაფერი არ არის, პლუს თავდასხმები, აბა წამალი გვინდა გავიტანოთ, აი რანაირად? ცირა ხო მე გეტყვით რომ გარკვეული დეპრესიული განწყობები შეიძლება მქონდა კიდევაც, იმიტომ რომ ეხა იდეა სრულიად დალაგებულია მოსკოვის თანამედროვე იმათ ხო არ უგზნიათ არასოდეს სისტემა რაც ჩვენთან იყო ჩვეულებრივად ცხოვრობდნენ და იქ ჩვეულებრივად ძალიან დალაგებული ტექნოლოგიურად გამართული საავადმყოფოდან უცებ ხვდები ამ რაღაც საშინელ სიტუაციაში და ნუ რა თქმა უნდა ჩემი მშობლები ცუდ დღეში მყავდა იმიტომ რომ მათ ვდებდი მეალს რომ თქვენი რა ჩამოვიყვანეთ ჩამოვედი მაგრამ ბრძოლა არ შემიწყვეტია და სხვათა შორის მქონდა ძალიან მაღალი რანგის რუსი უროლოგებისგან დიდი რეკომენდაციები და ამ რეკომენდაციებს ვაგზავნიდი ევროპაში ეხლა მეორე თემა როგორ ვაგზავნიდი, ხო? ნუ ფოსტა არ მუშაობდა. ხო. ასე ვთქვათ, ინტერნეტი მაშინ არ იყო. შესაბამისად წერილის მაპატიეთ და ეს ჩასადები ესენი კონვერტებიც კი დასავლური სტილის არ იყო. ნუ ალაპარაკო საბეჭდი მასე, მოკლედ სადაც ქალაქის ცენტრში იყო ერთი საბეჭდი მანქანა, ესეთი კომპიუტერით სადაც შეიძლებოდა ნორმალურად დასავლურ სტილში ამობეჭდვა. ამ კონვერტები მე თვითონ ქმნიდი. მე მიმქონდა ასე ვთქვათ, ჩემს მეგობართან, რომელიც მუშაობდა თბილისი-კელნის რეისებზე. და ვატანდი ამას და კელნში მიქონდა და სადღაც აგდებდა იმაში, ფოსტაში. იდეაში აი ესე ვიღაცასთან აი რა მისამართებზე აგზავნებთ? მისამართები ვიშოვე ერთი პაკისტანელი უროლოგის ვიცნობდი მეგობარს და მისამართებს ახლა ინტერნეტში ვერ ნახავდი, საბჭოთა კავშირში ეს მისამართები არ იყო. შესაბამისად ეს მისამართები პაკისტანელმა მეგობარმა რაღაც ინგლისთან ჰქონდა კავშირი და ინგლისიდან მიშოვა ევროპის მისამართები, წამყვანი კლინიკების და ესე ვაგზავნე. სასწაულს დავარქვევთ, როგორ ჩამოდის ერთადერთი წერილი, პასუხი, რომელიც მეუბნება, რომ ჰოლანდიის წამყვან კლინიკაში ვარ მიწვეული მათი სრული დაფინანსებით რამოდენიმე თვიან სტაჟირებაზე და იყო ესეთი და არის, მინდა ვთქვა, პროფესორი დე ბრუინი არის ესეთი უროლოგიის მამა ევროპის ფაქტიურად. ეხლა ასაკშია უკვე, მაგრამ მაშინ იყო თავის ზენიტში, მაშინ იყო ის ევროპის უროლოგთა ასოციაცია ფაქტიურად მან შექმნა და დააფუძნა. და ესეთი ადამიანი მიიღო უბრალოდ ახალგაზრდისაგან წერილი, სადღაც შორეული საქართველოდან
და მან სრულიად ესეთი უანგაროდ გადაწყვიტა რომ დაეფინანსებინა ჩემი ასე ვთქვათ კლინიკური სტაჟირება იმაში რა ქვია ქალაქ ნაიმეგენში ეს იყო პირველი გასვლა ეს იყო 95 წელი 95 წელი ეს იყო პირველი გარღვევა ასე ვთქვათ იმ ვითარებიდან რაც იყო საქართველოში. მე სხვადასხვა ფონდები უკვე აეწყო ისე რომ მივიღე სხვადასხვა ფონდების დაფინანსებები ჩემი კლინიკური და სამეცნიერო მუშაობებისთვის, რომელმაც წლები გასტანა. ესე რა თქმა უნდა, ქონდა ესეთი წასვლა-წამოსვლის სახე ამას, საქართველოსთან კავშირს არ წყვეტდი. მაგრამ ეს წასვლები იყო ხანდახან რამოდენიმე თვიანი, ან რამოდენიმე წლიანი. მართლა? მაგალითად სიტყვაზე ბონის უნივერსიტეტში გერმანიაში ჰუმბოლტის ფონდის დაფინანსებით სტიპენდია მქონდა. სხვადასხვა ჰუმბოლტის ფონდის სტიპენდია, ეს არის ძალიან ცნობილი ჰუმბოლტის ფონდი გერმანიაში არის ძალიან დიდი ცნობილი სამეცნიერო ფონდი. რომელიც სოფლიოს წამყვან მეცნიერებს აძლევს, ასე ვთქვათ, დაფინანსებს გრანტებს. იქიდან მივიღე სტიპენდია. საქართველოში ჩემთვის როგორც ცნობილია მედიცინაში არ არის ჩემთვის ცნობილი თუ ვინმეს მიღებული აქვს ჰუმბოლტის ფონდის სტიპენდია. გრანტები, მაგალითად ჰუმბოლტის ფონდის გრანტი ქონდა მიღებული რამოდენიმე ცნობილ მეცნიერს, აკადემიკოს საქართველოში. ექიმი არ გამიგია. სულ 30 კაცს ქონდა იმ პერიოდში მე როცა წავედი, სულ საქართველოსთვის ახლად 30 კაცს ქონდა ეს მიღებული. ასე რომ ძალიან დიდი ბედნიერება იყო, ძალიან კარგი დაფინანსებაც იყო და ხანგრძლივი იყო. ესე იგი ეს 2 წლიანი პერიოდი ბონში გავატარე. ბონის საუნივერსიტეტო კლინიკაში უროლოგიურ დეპარტამენტში, სადაც მყავდა ძალიან საოცარი ადამიანი, მენტორი, პროფესორი შტეფან მიულერი, რომელიც დღესაც ჩემი ძალიან ახლო მეგობარი არის. იმ პერიოდში გერმანული ჩავაბარე, ასე ვთქვათ, იმ დონეზე, რომელიც ვისწავლე რამოდენიმე თვეში, იმ დონეზე, რომ გამოცდა ჩამებარებინა, რაც ლიცენზიის ასაღებად იყო საჭირო. და იქ ავიღე მაშინ გერმანიაში პრაქტიკული მუშაობის ლიცენზია. ეს მართალია იყო დროებითი ლიცენზია, მაგრამ იყო როგორ იცი? მაგრამ ეს იყო ლიცენზია. 1 წლიანი ლიცენზია იყო, რომელსაც აგრძელებდი წელიწადში ერთხელ და 4 წელი თუ აგრძელებ, მერე გადადის მუდმივ ლიცენზიაში. აი ესეთ ტიპის ლიცენზია ავიღე გერმანიაში და იქაც დადგა საკითხი დავრჩე სამუშაოდ იქა თუ არა. ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, როგორც გითხარით. მუშაობდი თავქუთ მოგლეჯილი 24 საათი და გერმანელებზეც და ყველაზეც აბსოლუტურად მეც, გაცილებით მეც. რატო? იმიტომ რომ ჯერ ერთი მიყვარს და მეორეც ერთი თუ გინდა რომ რაღაცას მიაღწიო, უნდა ყოველთვის ბევრი იმუშაო. ესე იყო. საოპერაციოდან არ გამოვდიოდი ფაქტიურად. ანუ სხვას რომ არ უნდა საოპერაციის შესვლა მე მინდოდა და მე მივდიოდი საოპერაციო. ყველგან რომ ოღონდ შესულიყავით? ოღონდ საოპერაციოში ყოფილიყავი. მაშინ უკვე სხვათა შორის ჩემი სურვილი თქვი, უკვე არ დავრჩი ჩემი სურვილი და რატო? აი ერთ-ერთი მიზეზი გეტყვით რაც იყო მაშინ რომ სწორედ ეს თემა იყო რომ ჩემი მეგობარი არის ზაზა გუგაია, არ ვიცი იცით თუ არა, ცნობილი მეცნიერი არის, ნეირომეცნიერია შვედეთში. ის არის ალბათ 30 თუ 40 წელია იქ არის თავის ძმასთან ერთად ღეროვანი უჯრედების ლაბორატორიაში. ნუ მოკლედ ძალიან ცნობილი მეცნიერია და ხო და ეს ზაზა იყო ჩამოსული ბონში რაღაც სამეცნიერო კონფერენციაზე მოხსენებაზე და ნუ შევხვდით იქ რაღაც ვისადილეთ რესტორანში და ეხლა ესეთი პერიოდია რომ უნდა გადავწყვიტო და ეს ზაზა იქ არის უკვე შვედეთშია ვიცი ერთი იმ პერიოდისთვის 2000 წელი მის ძმასთან ერთად ორივეს ოჯახები, ორივე შვილები, საოცარი სახკარი, სამუშაო, ლაბორატორია, ყველაფერი აწყობილი და ვეკითხები ზაზა, თქო შენ რას ფიქრობ რომ დაუშვათ
აი, ну, აზრი მაინტერესებდა, ხო და მაშინ მითხრა ზაზომ, რომ მეო რომ მქონდესო ჩემი საქმისო საქართველოში კეთების საშუალება, აი მეცნიერების რა. მეო დავბრუნდებოდიო. და ეხლა ჩემთვის ნიშანდობლივი იყო, იმიტომ რომ ესეთი ბრძოლა მიდიოდა ჩემში სწორედ, რომ დავბრუნდე საქართველოში, სადაც ვიცი, რომ შეიძლება საქართველოს ჭირდებოდეს, ასე ვთქვათ, ჩემი შესაძლებლობები და იქ განვავითარო ეს ყველაფერი. თუ დავუშვათ დავრჩე გერმანიაში, სადაც კი ვიქნები კარგი ექიმი, აუცილებლად, მაგრამ ეხლა გერმანიაში უამრავი კარგი ექიმი ყავს დავუშვათ რა. კი ბატონო. და ესეთი ბრძოლა იყო და ამიტომ ეს ზაზას სიტყვები ჩემთვის რაღაცა გადაწყვეტა და ეხლა ჩემში ეს ბრძოლაში არგუმენტი იყო, რომ ეხლა ვიფიქრე, რომ ალბათ თუ ეს ადამიანი რომელიც სულად დაფუძნებულია უკვე თავის ოჯახებთან ერთად და მაინც რაღაცა ნოსტალგიასავით აქვს, რომ უნდა რომ იქ იყოს. მე მქონდა ეს ნოსტალგია და მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა რთულია საქართველოს, ძალიან რთული ქვეყანა არის და ბევრი ენერგია გჭირდება. მაინც ესეთი ისა გაქვს, რა ქვია, რაღაც იცი რომ შენი ქვეყანა და უფრო იდეოლოგიურად გინდა რომ იქ გააკეთო რაღაცა და მეტი мотиваცია გაქვს რა. მე მქონდა ბედნიერება, რომ მსოფლიოს წამყვან უროლოგებთან ერთად მემუშავა, როგორც არის აბრაჰამსონი, როგორც არის შტეფან მიულერი და როგორც არის ფრანს დე ბრუინი. ანუ ესენი არიან ლეგენდები ნამდვილად უროლოგიაში. ბატონო გურამ, რობოტულ ქირურგიასთან მინდა რომ მიმიყვანოთ და პირველად როდის გქონდათ შეხება და პირველად როდის დაინახეთ და როდის გაიგეთ ამ რობოტული ქირურგიის შესახებ? პირველად რობოტული ქირურგიის შესახებ გავიგე 2003 წელს. 2003 წელს ეს არ მithქოს წეგან, მე ვიყავი ასევე ამერიკის და ევროპის უროლოგთა ასოციაციების აკადემიური გაცვლის პროგრამის მონაწილე და მქონდა ევროპიდან წარიგზავნა 4 ამორჩეული უროლოგი ამერიკაში, იმისთვის რომ ამერიკაში ცნობილ კლინიკებში უროლოგიურ დეპარტამენტებს გავცნობოდით. ანუ იქ ვიყავით მაშინ ჩვენ მეიოს კლინიკაში, ვანდერბილტის უნივერსიტეტში, ჩიკაგოს უნივერსიტეტში და სადაც ეს რობოტები უკვე იდგა. ეს ამერიკაში, ეს ახალი დაწყებული იყო იქაც ეს რობოტული ქირურგია. მაგრამ პირველად იქ ვნახე. ნუ მე რა თქმა უნდა გერმანიაში მუშაობის დროს მქონდა ინტენსიური უკვე შეხებები. მე სპეციალურად გავემგზავრე ამერიკაში, კიდევ არის ძალიან ცნობილი უროლოგი ვიპულ პატელი, რომელსაც ყველაზე მეტი რობოტული ოპერაცია აქვს მსოფლიოში გაკეთებული. 20,000 ოპერაცია აქვს გაკეთებული რობოტული. ვიპულ პატელს და მასთან ვიყავი, ასე ვთქვათ, მისი გამოცდილების შესასწავლად. თქვენ გაგიჩნდათ იდეა, რომ რაც ხდება მსოფლიოს წამყვან კლინიკებში უროლოგიის მიმართულებით რობოტული ქირურგია, მოდი დავნერგოთ ეს საქართველოში. და იდეაში ჩემი ყველა უკან დაბრუნების ერთადერთი მიზანი ეგ იყო, რომ აქ იმ ადგილზე სადაც მე ვიქნებოდი, მქონოდა ყველაფერი ის შესაძლებლობები და ის საშუალებები, რაც იყო მსოფლიოში. მაგრამ ეს სადი და პარალელურად უნდა გესწავლათ, ხო? პარალელურად, რა თქმა უნდა, უნდა მესწავლა და ეს პერიოდები, რაც მე დავდიოდი ამ გერმანიაში, შვედეთში და ეს პერიოდი სწორედ მაგას მოხმარდა, რომ ესენი მე მესწავლა როგორც რობოტული, ასევე ენდოსკოპური, ლაპაროსკოპული და ასე შემდეგ ყველანაირი მიდგომები.
ერთი რამ მინდა დავაზუსტო რობოტულ ქირურგიასთან მიმართებაში. რობოტი არის ინსტრუმენტი. ანუ ადამიანი უნდა იცოდეს ოპერაცია. ოპერაციას რა ინსტრუმენტით გააკეთებ, ეს მეორე საკითხია. ოპერაცია შეიძლება გააკეთოს სკალპელით, ლაპარასკოპით და რობოტით. ანუ თავარი აქ არის, რომ ოპერაცია უნდა იცოდე. რო ხარ შენ უკვე ქირურგი, რო იცი ეს ოპერაცია, ინსტრუმენტი უკვე არის, ასე ვთქვათ, შენი განვითარების ერთ-ერთი შედარებით იოლად გადასალახავი საკითხი, რომელსაც არ ჭირდება, ასე ვთქვათ, რაღაცა დიდი სპეციალური ის. მით უმეტეს რობოტი ისეთი რამ არის, რომელიც იოლად გაძლევს საშუალებას გადახვიდე ღია ქირურგიიდან თუ ლაპარასკოპი, თუ შენ ეს გამოცდილებები თუ გააქვს ღია ქირურგიის, ლაპარასკოპიის, ფლობ, აკეთებ უკვე, მე შენთვის რობოტზე გადაჯდომა ძალიან მარტივი არის, იმიტომ რომ რობოტი გიმარტივებს საქმეს და არა გირთულებს. რა უპირატესობა აქვს? ხო, აი ამაში არის სწორედ ლაპარაკი, რა მაგალითად იგივე ლაპარასკოპიასთან შედარებით მეტი დრო გჭირდება ეს ლაპარასკოპიულ ინსტრუმენტებთან შესაგვიებლად. ეს რობოტი გაცილებით მარტივია იმ კუთხით, რომ რობოტი იმეორებს შენი ხელის მოძრაობას. აი მე მაგალითად როგორც ღია ოპერაციას ვაკეთებ. თითქმაზე იქნება პროსტატაზე იქნება თუ შარდის ბუზზე თუ რაც იქნება. აი მე როგორც ვამოძრავებ ხელს და მუშაობ ღია ქირურგიის შემთხვევაში და იმას იმეორებს რობოტი რა. ასე ვთქვათ, ოღონდ იმას პატარა ხელები აქვს, გაცილებით ჩემ ხელებთან შედარებით. შიგნით არის რობოტის თვალი და რობოტის ხელი. მე გარეთ ვარ. უკეთესი ხილვადობა? გაცილებით, ნიშნულოვნად 10-ჯერ უფრო უკეთესი და იმიტომ იქ თქვენ ხედავთ რაღაც კაპილარების დონეზე ყველაფერს და იქ ასე ვთქვათ, ყველა თქვენი მოძრაობა არის უზუსტესი. ფაქტიურად რობოტული ქირურგია ეს არის მანამდე არსებული ქირურგიების შერწყმა. ანუ ეტაპები ხო ესე იყო ღია ქირურგია, იყო ლაპარასკოპიული ქირურგია, ახლა მოვიდა რობოტული ქირურგია, რომელიც წინაორის შერწყმაა. თქვენ მიყვებოდით, რომ არის ერთგვარად ორი მიმართულება, რა ორი სივრცე. ამერიკა და ჩინეთი რობოტული ქირურგიის აპარატურის კუთხით, ხო? დიახ. თქვენ მეუბნებით, რომ ჩინური რობოტი მეტი უპირატესობით სარგებლობს, ეხლა? მე გეუბნებით, რომ ჩინური რობოტი არის შექმნილი ამერიკული რობოტის, ასე ვთქვათ, დაფუძნებით. კი ბატონო. და არის შემდგომი განვითარება მიცემული მისთვის, როგორც არის ტელექირურგიის მოდული, ანუ დისტანციურად ოპერაციების კეთების საშუალება, რაც ამერიკულს არ გააჩნია. დისტანციურ ოპერაციაში ბატონო გურამი გულისხმობს, ესე ჩვენ კლინიკაში ერთმანეთს შევხვდით, გულისხმობს იმას, რომ მაგალითად პაციენტი არის სხვა ქალაქში, შეიძლება სხვა ქვეყანაში ნაკლებად, იმიტომ რომ კანონმდებლობის თემებია, მაგრამ სხვა ქალაქში ჯერჯერობით სხვა ქვეყანაშიც არის. სხვა ქვეყანაშიც შეიძლება. კი, ოღონდ არის როგორ იცით, მაგალითად იმ ქვეყნის ქირურგი ჩადის მაგალითად სხვა ქვეყანაში. მაგალითად ეხლა იყო ჩინეთში, ჩენგდუში ჩატარდა ეს კონფერენცია, სადაც ვიყავით მიწვეული ამ დემონსტრირებისთვის, ტელექირურგიის დემონსტრირებას პირდაპირ ვესწრებოდით. ქალაქ ჩენგდუში არის ესე ძალიან ცნობილი რეიტინგით მეორე ადგილზე დგას ჩინეთში ეს ჰოსპიტალია, ძალიან დიდი ჰოსპიტალია, ძალიან მაღალი ტექნოლოგიური და იქ გაკეთდა რობოტული ქირურგიის ცენტრი, ტელექირურგიის ცენტრი. და ვიყავით მიპატიჟებული კონფერენციაზე ჩვენი მოხსენებებიც ჰქონდა იმათ თავის და დემონსტრირება იყო ტელექირურგიის და ჩვენ თვალწინ იყვნენ იქ ჩამოსული ბრაზილიელი და პოლონელი ქირურგები. ამას ქვია ტელექირურგია, რასაც ახლა რაზეც კი, ტელექირურგია ქვია, ხო. ანუ პოლონელმა გააკეთა ჩენგდუდან პოლონეთში ჩინელებმა გააკეთეს ჩენგდუდან ჩინეთის ფარგლებში რამოდენიმე 1000 კილომეტრზე, მაგრამ ბრაზილიელმა გააკეთა ბრაზილიაში 19000 კილომეტრი არის იქიდან, რა ქვია, ჩენგდუდან. ესე იგი, უახლოს მომავალში შესაძლებელია, მაგალითად რომ უბრალოდ მასშტაბები ცოტა შევამციროთ და ჩვენს რეალობაში წარმოვიდგინოთ,
ეს ოპერაცია რობოტული ქირურგიის საშუალებით მაგალითად თბილისში მყოფმა ქირურგმა გააკეთოს ზუგდიდში მყოფი პაციენტისთვის ან ქუთაისში ან ბათუმში ან ასე შემდეგ. აბსოლუტურად. დისტანციურად. კი ბატონო. ამაზე მაქვს ლაპარაკი, ანუ ეს ჩინური დანადგარი მეთქი იმდენად საიმედოა, რომ თქვენ შეგიძლიათ აწარმოოთ 1000-ობით კილომეტრის დაშორებით ოპერაცია. დღეს გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ქირურგიის ცენტრი დიახ. ჩვენ გვაქვს თბილისში, სადაც მე ვიყავი, დიღომში, ჩვენ გვაქვს, სადაც მე ვიყავი, საბურთალოზე და ასევე არის სამ ქალაქში. ეს არის ზუგდიდი, ქუთაისი, ბათუმი. ხო? დიახ. იქ, სადაც მე ვიყავი და რაღაცა კოსმოსი რო ვნახე. რაღაცა საოცარ ციფრებს რომ მეუბნებოდი, რომ ეს ღირს კოლოსალური თანხები, ხო, ის თვითონ რობოტი. ნუ ესე იგი აქ საკითხი ესე არის. ეს ქსელი ჩვენ მთავარი კლინიკა რა თქმა უნდა თბილისში გვაქვს, სადაც ორი რობოტი დგას, ერთი ის ქირურგიული რობოტი, რომელიც ჩვენ თქვით, არის კიდევ ფრანგული რობოტი, რომელიც არის არაქირურგიული რობოტი. ეს ფრანგული რობოტი, რომელიც არაქირურგიულია, ძირითადად მხოლოდ პროსტატის კიბოსთვის არის განკუთვნილი, უოპერაციო მკურნალობისთვის. ქირურგიული რობოტი არის არა მხოლოდ პროსტატისთვის, არამედ ნებისმიერი სხვა ოპერაციისთვის. ნუ მაგალითად რავით, საშვილოსნოზე, თირკმელზე, შარდის ბურჯზე ჩვენ ვაკეთებთ ხელოვნურ შარდის ბურჯებს, თირკმლის სიმსივნეების შემნახველი, როდესაც სიმსივნეს ვიღებთ და თირკმლებს ვინარჩუნებთ. რავით, შარდსაწვეთები, ნაწლავები, ანუ ყველაფერზე შეიძლება სხვათა შორის ეს რობოტი გამოიყენება ასევე კარდიოქირურგიაში, გულმკერდის ქირურგიაში. ჩვენ არ ვიყენებთ ამას, ჩვენ უროლოგიას ვავითარებთ ძირითადში, მაგრამ თუ გამოჩნდება შესაბამისი სურვილი და სპეციალისტები, რა თქმა უნდა, მათ იგივე რობოტით შეუძლიათ შეასრულონ ეს ოპერაციები. მე ხა უკვე ასე ვთქვათ, როდესაც თქვენთან მოვედით აი ამ თემებში კიდევ უფრო მეტად ჩავიხედე, ვილაპარაკეთ. აი ხა რა აღმოვაჩინე მე ამდენი წლის ჟურნალისტიკაში ნამყოფმა ადამიანმა. რამდენ კამპანიაში მიმიღია მონაწილეობა და მათ შორის ჩემ კოლეგებსაც და რამდენი კამპანიისთვის მიმიდევნებია თვალი სოციალური კუთხით. სადაც ჩვენ გოგოები მოუწოდებთ ჩაიტარონ სკრინინგი. და ნუ მე ვარ მართლა თავიდან ბოლომდე ამაში ჩართული და დღესაც მოუწოდებ გოგებს, რომ მართლა ეს არის აი არ ვიცი, აი ნახევარზე მეტი საქმე. სამწუხაროდ არ მხდება ამდენი კამპანია მამაკაცებში პროსტატის სკრინინგის მოწოდებასთან მიმართებაში. და ეს მამაკაცები, კაცო, ეს ჩვენი ძვირფასი მამები, ბაბუები, ბიძები, მეუღლები, პარტნიორები, ძმები, რა ვიცი, ყველას გვაშორეს ცუდი ამბავი და რაღაც, როგორ ის ჩვენი ოჯახის წევრები არ არიან, ისინი ხო ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. და არ არის ესეთი პოპულარიზაცია და მართლა თუ კი ეს გადაცემა რაღაცნაირად ამის ბიძგს მისცემს, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა, მამაკაცმა, რა ვიცი, გოგოებსაც მიმართო, დიდს, პატარას, რომ ძალიან გთხოვთ, რომ მიმართეთ, თხოვეთ თქვენს ახლობელ საყვარელ ადამიანებს, რომ წავიდნენ და აუცილებლად ჩაიტარონ სკრინინგი, იმიტომ რომ როგორც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი ძუძუს კიბოს მიმართებაში, საშვილოსნოს მიმართებაში, რა ვიცი, ფარისებრი ესა ყველაფერი ასევე მნიშვნელოვანია, ხო? აბსოლუტურად. და ადრეულ სტადიაზე და ადრეული დროული დიაგნოზი ფაქტიურად აქაც 100%-იანი განკურნება თუ არ ვწდები მე. ზუსტად ესე არის. დიდი მადლობა, რომ ამას ხაზი გაუშვით. ეს მართლაც საჭიროებს უდიდეს ყურადღებას პროსტატის კიბოს სკრინინგი, იმიტომ რომ პროსტატის კიბო არის წამყვანი მკვლელი მამაკაცის ონკოლოგიური სიმსივნეებიდან. და არა მხოლოდ მამაკაცის, ის არის სიხშირით მეორე ადგილზე დგას თელს კიბოებს შორის, რაც კი არის კანის კიბოს შემდგომ ყველაზე ხშირი არის პროსტატის კიბო. ის ისეთივე გლობალური პრობლემაა, როგორც საშვილოსნოს ყელის კიბო, ძუძუს კიბო, კანის კიბო, როგორც თქვით. და ეს ასე ვთქვათ, ძალიან მასობრივი დაავადებაა. და თქვენ როგორც ბრძანეთ და აბსოლუტურად სწორია, ყველა უნდა იცოდეს ერთი რამ, რომ
იკურნება, როცა გამოვავლენ დროულად. 50 წლის მერე ჩვეულებრივ თავაზობთ სკრინინგის გავლას. 45 წლის მერე თავაზობთ იმ შემთხვევაში თუ ოჯახური ისტორია აქვს. ხოლო სკრინინგის მეთოდებთან დაკავშირებით მინდოდა მეთქვა, რომ ჩვენ სწორედ აი ის აპარატურა, რაც ჩვენ ქსელში გვაქვს განთავსებული, არის განკუთვნილი ზუსტად პროსტატის კიბოს სკრინინგისთვის, იმიტომ რომ ის ტიპური სისხლის ანალიზი, PSA-ს უწოდებენ, რითაც დღეს სკრინინგს ახდენენ პროსტატის კიბოსი, არ კმარა, მას სჭირდება გარკვეული იმიჯინგი, ანუ გარკვეული დამატებითი მეთოდი და ეს დამატებითი მეთოდი არის კი ბატონო მაგნიტური რეზონანსი, რომელიც ხშირად არ არის ყველასთვის ხელმისაწვდომი, ძვირია, ბევრი წინააღმდეგჩვენებები და გაცილებით მარტივია უახლესი თაობის მიკროსკოპული ულტრაბგერის დანადგარი, რომელიც არის თქვენთან სკრინინგ ცენტრი, რომელიც არის ასაკეთებს. აი მაგნიტური რეზონანსის მსგავსად, ზუსტად ანალოგიურად, გაცილებით სწრაფად და იაფად ავლენს ამ პროსტატის კიბოს და უფრო ხელმისაწვდომია და უფრო სწრაფად განხორციელებადია და ასე ვთქვათ ეს აიაფებს კიდევაც სკრინინგს მნიშვნელოვნად, რაც ასევე სამწუხაროდ ეს დღეისათვის არ ფინანსდება და მნიშვნელოვანია. როგორ არის დაფინანსება სამწუხაროდ? ფინანსდება სისხლის ანალიზი მაგალითად, რომელიც არ კმარა, ხოლო სისხლის ანალიზის მერე მოდის დაუშვათ ან მიკროულტრაბგერა, ან მაგნიტური რეზონანსი, ორი ვარიანტია დღეს სისხლის ანალიზის მერე. მაგრამ მაგნიტური რეზონანსი ცოტა უფრო ძვირია, 2-3 უფრო ძვირია, უფრო რაღაც წინააღმდეგჩვენებები, ამიტომ მასობრივი გამოყენებისთვის მიკროულტრაბგერა ძალიან ხელმისაწვდომია. უბრალოდ ამ აპარატს ის აქვს, რომ შეიძლება ბევრი კლინიკა არ ახდენდეს ინვესტირებას ამ აპარატში, იქიდან გამომდინარე, რომ ეს აპარატი მიკროულტრაბგერის არის მარტო პროსტატისთვის არის. და ძვირი არის. ამიტომ შესაძლო არის, მაგრამ ჩვენ რადგანაც კიდევ ვთქვათ, მთელი ჯაჭვი გაგვაჩნია იმისთვის, რომ მამაკაცებს დროულად გამოუვლინოთ და დავეხმაროთ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამაში ინვესტიცია გავუკეთებინა და იმ რეგიონებშიც კი, სადაც არ არის ხელმისაწვდომი, ეს ხელმისაწვდომი გამختارიყო. შესაბამისად, დღეისათვის მე ვთვლი, რომ აი ჩვენმა კლინიკამ და მე პირადად ჩემი მიზანი ამ კუთხით მიღწეულია, რომ პროსტატის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის და მისი მკურნალობის კუთხით, რობოტული ტექნოლოგიებით მკურნალობის კუთხით, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვართ მსოფლიოში ერთ-ერთ ძალიან წამყვან დონეზე. Okay, let's go. Როგორ ზარდებით, ბატონო გურამ? Hello, nice to meet you. Great pleasure. პირველ რიგში ძალიან მიხარია აქ ყოფნა. უნდა ვთქვა, რომ დიდი ინტერესით ველოდები იმ ტექნიკური თავისებურებებისა და განსხვავებული მიდგომების გაცნობას, რომლებიც აქ დამხვდება. ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანია გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, ქირურგიული ტექნიკების, ოპერაციული უნარებისა და პროფესიული პრაქტიკის განხილვა. იმედი მაქვს, ეს შეხვედრა ორივე მხარისთვის ძალიან სასარგებლო იქნება და დარწმუნებული ვარ, რომ ასეც მოხდება. გუშინ დღის მეორე ნახევარში ჩამოვედი, ამიტომ ქვეყნის უკეთ გაცნობა ჯერ ვერ მოვასწარი. თუმცა ის რაც ვნახე, ძალიან მომეწონა. განსაკუთრებით შთამბეჭდავია საავადმყოფო. დღეს უკვე ბევრი პაციენტის ნახვის შესაძლებლობა მქონდა და აშკარაა, რომ აქ ძალიან აქტიური და ძლიერი ქირურგიული განყოფილებაა. ასევე ჩემთვის განსაკუთრებულად საინტერესოა რობოტული ქირურგიის სხვადასხვა სისტემის გაცნობა. ჩვენ განსხვავებულ პლატფორმებს ვიყენებთ და სწორედ გამოცდილების გაზიარება, იმის განხილვა, თუ როგორ მუშაობს თითოეული სისტემა და რა უპირატესობა აქვს მას, ამ ვიზიტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია.
თუ პაციენტი მოდის გურამ ქარაზანაშვილთან, ის უეჭველი მოდის რობოტული ქირურგიისთვის? არა არის ხა მხოლოდ ეს გურამ ქარაზანაშვილთან იდეაში თუ მოდის რა თავისი პრობლემის გადასაჭრელად პირველ რიგში. და თქვენ როგორ ეუბნებით რობოტული ქირურგი, ხა რაღაც ის ადამიანურად რომ მომიყვა, აი მოვიდა პაციენტი და არ მიდაბად ნოგურამ რობოტული. რაღაცა არის ესეთი კითხვები, რომ არ ვენდობიან რაღაც. არა, ამ დობის თემა არ არის, თუ დგას ერთ-ერთი ფინანსური საკითხია ხოლმე, იმიტომ რომ რობოტული ქირურგია ძვირია და არ ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მაგალითად რობოტული ქირურგიის ფასი თურქეთთან შედარებით 4-ჯერ დაბალი გვაქვს და ზოგჯერ 9-ჯერ დაბალი. შეგვიძლია ვთქვათ თანხმობრივად თანხმობრივად შეიძლება თქვა იგივე პროსტატის ოპერაცია მაგალითად თუ თურქეთში ღირს რაღაცა 30000 евро ჩვენთან ეს არის დაახლოებით $8000 ფარგლებში დაახლოებით სიტყვაში შარდის ბუშტის ხელოვნური შარდის ბუშტის ოპერაცია მე ვნახე იქ იყო სადაც $90000-მდე იყო თურქეთში და ჩვენთან ეს არის დაახლოებით 10000 ასე რომ რეალურად განსხვავება ძალიან დიდია ფასში. აი რა ხდება ახალი თაობის მიმართულებით? ესე იგი, ჩემი პრინციპი არის ხალხო ეკა შემდეგი, რადგანაც მე პირადად ჩემს ცხოვრებაში შემოხვედრია ძალიან მაღალი რანგის ადამიანები, რომელსაც სრულიად უანგაროდ ჩემთვის დაუთმიათ ასპარეზი და გაუხსნიათ გზა. მეც ვცდილობ იგივე გზას გავატარო. მე არანაირი ბარიერი არ გამაჩნია ახალგაზრდის მიღებაზე კლინიკაში. არანაირი ბარიერი საერთოდ. არც მინდა არც ნაცნობი მჭირდება ამისთვის. არც აი ქუჩიდან რომ მოვიდეს შეიძლება მივიღო. არის იმისთვის საჭირო რომ მე ვიმუშაო თქვენთან ექიმმა. თქვენი მონდომება ამისთვის პირველ რიგში საჭირო პასუხისგებლობის შეგრძნება. რაზეა პასუხისგებლობის შეგრძნება არის ყველაფრის მთქმელი. თუ თქვენ გაგაჩნიათ პასუხისგებლობა, მაშინ თქვენ მუშაობთ თქვენს თავზე, კითხულობთ წიგნს, აანალიზებთ ყველა ოპერაციას, ხართ შრომის მოყვარე, პაციენტისადმი გაგაჩნიათ პასუხისგებლობის შეგრძნება. აი პასუხისგებლობის შეგრძნება თუ გაქვთ, მეტი მე არაფერი არ მჭირდება, დანარჩენი ყველაფერი გადალახვადი არის. არ შეგეშინდებათ არც შრომა, არც კითხვა, რაც არიცით, იმას ისწავლით. მე იმიტომ ვარ იქ, რომ თუ არიცით რამე, უნდა გასწავლოთ. კი ბატონო, ოღონდ უნდა თქვენში დავინახო პასუხისგებლობის შეგრძნება. თავი თვისება, რომელიც უნდა გქონდეს ყველა ექიმს. აი ეს არის ჩემი აზრი. შრომის მოყვარეობა? აი პასუხისგებლობა. იმიტომ რომ პასუხისგებლობა არის შრომის მოყვარეობის საწინდარი. ანუ თუ მაგალითად ახალგაზრდა ექიმი თუ ძველი გაზრდა ექიმი არ აქვს მნიშვნელობა. ხედავს რომ პასუხისგებლობა გააჩნია პაციენტისადმი რომ ის უნდა იყოს ვიღაცის წინაშე ასე ვთქვათ პირნათელი და ის მაშინ შრომის მოყვარეც იქნება იმიტომ რომ ის ეცდება თავისთავად განავითაროს წაიკითხოს 24 საათი იმუშაოს ის ნაკლები რაც აქვს აღმოფხვრას თუ ის ფიქრობს რომ მე მინდა რომ ეს კაცი მოვარჩინო და მე მინდა რომ ვიყო კარგი პროფესიონალი იმიტომ რომ ეს ადამიანი მოვარჩინო გამაჩნია პასუხისგებლობის შეგრძნება მაშინ შრომის მოყვარეობაც მაქვს და მაშინ მონდომებაც მაქვს ამიტომ ჩემი აზრით პირველ რიგში არის პასუხისგებლობის შეგრძნება და სხვათა შორის ჩვენმა გარდაცვლილმა პატრიარქმა ის გერმანიაში იყო წასული და ერთხელ ვახლდი ის რაღაცა გულის მდგომარეობასთან დაკავშირებით და ნუ იქ იყო საუბარი რომ დაუშვათ შეიძლება ამ გულის ჩარევებს გარკვეული გართულებები მოხვეს მე მიღებულია ხოლმე რომ წინასწარ გაგაცნოს გართულებების ნუსხა სადაც ძალიან ცუდი გართულებები წერია ხოლმე ეხა არ არსებობს არც ერთი ჩარევა რისკის გარეშე და იქ არის ლეტალობის გარკვეული რისკიც აქვს ამას ინსულტის რისკი რაღაცები და უწმინდეს ეხა იქ მიდიოდა ამაზე საუბარი გააცნეს მას გერმანულმა ექიმმა და იქ თქვა მე ვკითხე უწმინდეს აი გაიცანით თქვა ყველა იმას თქვა მეო წამსო გერმანელი ექიმების პასუხისგებლობის შეგრძნებისო ანუ მას არ უთქვამს რომ ცოდნა არ უთქვამს გამოცდილება ან რაღაცა შრომის უნარი იმიტომ ეს ყველაფერი მოსდევს პასუხისგებლობას ჩემი აზრით და ვეთანხმები მას სრულიად
პასუხისმგებლობა არის მთავარი. გრილი საღამოა ზაფხულის, ივნისის და მოკეთ 23-ში ჩვენ გავიწყოთ რომ დესერტი მივიღეთ. გიყვარ დესერტი ისე? ძალიან ვიჟდები. ვაი, რა კაია. არ გეტყობა. მოკეთ ჩემი არის პანაკოტა და თქვენი არის კრემ ბრიულე. მე გავიცანი შეფ მზარეული 24 წლის ახალგაზრდა გოგოა, ბალწარმიტაცი. და როდესაც ჩვენ წერდით მოკეთ ამ ინტერვიუს, ქართველია. ახლა 23-ში ახალი მენიუ დგება და მოკეთ მე მისო საქმის გარშე შეგვიძლია ჩვენს მოვიდეთ, თქვენი მეუღლეც მოგზავნეთ და მოკეთ ასე შემდეგ. თქვენ ხართ 24/7-ზე, ხო? მუშაობის ადამიანები. ზუსტად ეგრეა. დასვენება? აი, ჩემი დასვენება ეგაა. რანაირა? აი ეს ნუ ერთ-ერთ თუ სამი წავალ, ხა ჩემს მეუღლისთან, შვილებთან ერთად ეგაა თემა თორე. არანაირი, ხა ჩემთვის ეს სიამოვნება არ მბეზდება. მუშაობა არ მბეზდება. და ეს ეგრეთ წოდებული გადაწვა, გადავიღალე. არა, მე პირიქით თუ არ მუშაობ, მე დეპრესია მემართება. ო, ცოტა ვერა ვარ კარგი. არა, ეს რაღაცა ისეთი უნიკალური ამბავი. ცოტა ვერა, მართლა გეუბნები ეგრეა. გეტყვით რომ ორი პატარა შვილი მყავს. დიდებიც მყავს. მე დიდები არიან. უფროსი გოგონა ყველაზე უფროსი და ის უროლოგია გერმანიაში. შემდეგ ორი ბიჭი არის და ერთი თბილისში არის და რაღაც ესტიან მარკეტინგის საქმეებშია, მეორე მე ბოსტონში დაამთავრა ახლა. ბაკალავრი გახდა და ახლა მაგისტრატურაში შედის, ძალიან გარჩენებულად და მე მყავს ორი პატარა შვილი, 3 წლის და 7 წლის. ხო და ის კი რამდენი წლის ხარ ბატონგურა? საიდუმლოა. 62-ის გავხდი ბუშინ წინ. კარგი, გილოცავთ. რას ვისურვებდით? ხო, რა ვიცი, მე ვისურვებდი ზოგადად თუ საუბარი არის ჩემს ცხოვრებაზე და ჩემს კარიერაზე. ერთადერთს ვისურვებდი, რომ ის რაც შემიძლია და რაც მართლა ასე ვთქვათ, ნუ ჩავმართვეთ ამ პარტაონებაში, მაგრამ რაც მართლა კარგად ვიცი, იმის კეთების საშუალება მქონდეს კიდევ რაღაცა რამესაც ღმერთი ინებებს, აი იმდენი ხანი. ამას ვისურვებდი. არ მინდა უსარგებლოდ, არ მინდა რომ უსარგებლობას ვერ ვიტან. უსარგებლოდ არ მინდა ვიყო. დიდი მადლობა, მე გისურვებთ ამ სურვილის, რა თქმა უნდა, ასრულებას, თქვენ და თქვენს პაციენტებს, ჯანმრთელობას და დიდი მადლობა ბატონო გურამ ამ საინტერესო საუბრისთვის. გურამ ქარაზანაშვილი, რობოტული ქირურგიის ფუძემდებელი საქართველოსა და ამიერკავკასიაში, იყო შეხვედრების სტუმარი. დიდი მადლობა მეგობრებო, გამოიწერეთ ჩვენი არხი. მომავალ შეხვედრამდე.